Ძვირფასო მეგობრებო, სალამო, ჩვენი გადაცემის სტუმრები ვასო ფხაკაძე, თამულა ლეკვეიშვილი და თათია სულუაშვილი. აი ხლა გადავა. აქ დავამთავრე. მოდი მომენტი ყოფილიყო შემოსვლა თამულა მაგიტო დავსვით იმათ შემოდა რამე იციან ეს არის ყველაფერი. გრამის გადაცემის წარმომადგენელია PSP. გადაცემის სპონსორია ბაზარი, ქალაქი ქალაქში. სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. კლავიშიდან ძალიან დიდი მადლობა, ნუ დღეს ძალიან საინტერესო თემაზე გვიწერს საუბარი, ეს ის არის რომ ეს ეხება ამბავს, რომელიც ჩვენს გარშემოა, მუდმივად ვაცხადებ ხოლმე, რომ დაელოდეთ სიახლეებს და ეს სიახლეც დადგა. ნუ ეს იყო ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ესეთი აუხდენელი ოცნება, რომელიც ახდა მიზანი. ხო, რომელიც გავაკეთეთ უფასოდ, ანუ ესე ვთქვათ, იმიტომ რომ მოდი იყოს ნატურა, კარგი? ეს არის მიზანი და ნატურა. ახალი გასართობი არხი, რომელსაც ჩვენი არხი. აი ეს ვთქვია, აი შეხედეთ აი დღეს ვიყავი ბატონ ვერხიასთან მოგიკითხათ ყველა და ეს საჩუქრად გადმომცა. გააქვს ტელევიზია, რომელსაც ქვია ჩვენი არხი. ჩვენი არხი კი არის. ლოგოც არაჩვეულებრივია, ანუ ფერითაც და ფორმითაც და რა ვიცი. ლოგოს დამზადებაში მოგვეხმარა ჩვენი ამერიკაში ემიგრირებული ძალიან ნიჭიერი გრაფიკოსი, რომელიც მუშაობს NBC სპორტზე, დენის ცხადაია. აქედან მოვიკითხავ. მადლობა მართლაც რომ ისე დაგვეხმარა მეგობარია ჩვენი და ძალიან კარგი ტიხრები და ლოგო და შეფუთვა აქვს მოკლედ ამ ჩვენ. ხო, მოდი ახლა არხზე თქვი ვასო, ახლა რა ხდება და თამულა თათია. ხო, ანუ არხი არის ჩვენი მეგობრებო, ჩვენი არხიც ქვია, ლოგოსაც ხედავთ ეს ჩვარი და ანუ თანამედროვე გადაწყვეტილება და ძალიან მოკლედ. ჩრდილებში. ხო, ჩრდილებში და ანუ საერთოდ ეს ორანჟი ფერი ძალიან მოკლედ უყველას და ძალიან მოხდება იუმორისტულ არხს. ეს არხი იქნება სრულიად იუმორისტული. სრულიად გასართობი იქნება, ასე ვთქვათ. აქ იქნება ჩვენი არქივი. ამდენი წელს განმავლობაში ვანო რაც გაგვიკეთებია, რაც გვიშრომია 2000 რა ვიცი, აღარც ვითვლი უკვე. ხო, ნუ ბევრი წელია, მოკლედ. ჩვენ დაღრიცხვიდან, რასაც ვაკეთებთ, ანუ პატარები რო ვართ, პირტიტველები რო ვართ, ესეთები, ანუ ის ამ არხზე იქნება ყველაფერი სკეჩები და ყველაფერი კარგი რაც გავკეთებ, მუსიკალური ნომრები და სულ ყველაფერი. და იქნება ისეთი პროდუქტიც ამ არხზე, რაც სატელევიზიო არ იყო და მხოლოდ ინტერნეტში ვდებდით ხოლმე ჩვენს YouTube-ს. საინტერესოა, იმიტომ რომ მაყურებელს სატელევიზიო ნანახი და ერთი სიტყვით მრავალფეროვნება იქნება. ძალიან მრავალფეროვნება იქნება გადაცემებისაც და ჟანრობრივათაც. მაგთიზე უნდა გადმორთონ. ხო, ვისაც გვაქვს მაგთი 45-ია ჩვენი არხის. ასევე ვიქნებით სილკნეზე, ძვირფასო მეგობრებო და რა ვიცი, გვიყურეთ და ჩვენთან ერთად იხალისეთ. ბევრი ახალი გადაცემები დაემატება ამ არხს. სპონსორების გასაგონად თქვა. ხო, ანუ სპონსორები თუ იქნებიან, ახალი გადაცემები. კარგი პროექტები გვაქვს ძალიან ბევრი. იქნებიან, მაინც იქნება ახალი გადაცემები. ახალი გასართობი ტელევიზია. ჩვენი არხი. თქვენი განწყობისთვის. აქ არის ერთი ამბავი ის რომ ნუ აი არ ცოტა პოლიტიკურად ცოტა მძიმე პერიოდში მოგვიწია ყველაფრის გაკეთება. ესეც იქიდან გამომდინარე რომ ძალიან დიდი ზეწოლა არის ტელევიზიებზე, თუნდაც ფინანსური წნეხი და ნუ ჩვენი გუნდიც რა თქმა უნდა ამ წნეხის ქვეშ ვართ მუდმივად. მარტო ჩვენ დავჭით არხი. ამ ველზე დავჭით მარტო ჩვენ ვართ. ნუ შესაბამისად გვინდა რომ რაღაცა ჩვენს კონდეს რაღაცა ონისეს მოვიკითხავ აქედან ჩვენი ონისეს ხარდაძე ონისე შენთვის ვაკანსია გვაქვს ახალ არხში. ელოდები. ასე მალე ონისეს და სხვა ყველას მოვიკითხავთ აქ. ყველას მოვიკითხავთ. მალე უკანონო პატიმრებს. კი ბატონო. რეჟიმის პატიმრებს მოვიკითხავთ აქედან მალე განთავისუფლება ბიჭებოდ.
კი ბატონო, ესე იგი ჩვენი არხი ხა ბევრს ვეღარ ვისაუბრე, ამჯობია რომ პირველთან ერთად უყუროთ ჩვენ არხსაც, ეს ჩვენი არხიც ესეთი სახელია, ხო? რომ ჩვენი არა. ნახე რა, კაია ჩვენ არხზე გადართე. ხო, ანუ ოჯახურია. ოღონდ ეს არხი მართლა ჩვენია. უკვე ხო, მართლა ჩვენია. ასევე არის ერთი ძალიან საინტერესო პროექტი, რომლის მეორე ეპიზოდი დაიდო ინტერნეტში, ჩვენს YouTube არხზე მოგზა 2. მიხვდებით ხო, ანუ მოგზა 2, ეს 2 არიან, 2 და მოგზა. ანუ მოგზა შენ ხო არ ხარ? ანუ მოგზა რა. რომელიც ნუ რა თქმა უნდა ამ არხზეც გავა. დასაკვირველია ჩვენ არხზეც გავა. ძალიან კარგი და საინტერესო პროექტია, დიდებული, მსუყე, ისეთი რა გენაღლებათ, დადიხარ დასეინოთ. შრომატევადი, ანუ არ გეგონოს, აი გოგოები Პარიზში გაფრინდნენ და რა ენაღლებათ. მე აქვია. შენ სცენარს ვიყავით დილის 6-ზე ვდგებოდით, გავდიოდით. აი ეხლა. არ უნდა მეთქვა ეს? 6-ზე რა დაირეთ დგებოდით. კაი, რა მნიშვნელობა აქვს? 6-ზე იძინებდით. 6-ზე იძინებდით. მოკლედ ძალიან კარგი პროექტი დავიწყეთ, საინტერესო, გვინდოდა რომ ყოფილიყო რაღაც გასართობიც, იუმორისტულიც, ცოტა მხიარული და რაღაც განსხვავებული და მოვიფიქრეთ ერთობლივად და ნუ ესეთი მოგზა 2, ესეთი პირველი 2 ეპიზოდი იყო პარიზიდან. შემდეგს დავაანონსებთ ცოტა ხანში. ჩვენ უკვე ჩვენს წარმოსახვაში ვიცით სადაც გვინდა, მაგრამ ნუ სპონსორებიც თუ შეგვეხმიანებიან, უფრო მალე დავაანონსებთ რომელი იქნება შემდეგი. თუ არ შეგვეხმიანებიან, ძალიან მარტივი ასახსენა, ამ ორმა უნდა იწანწალონ და თქვენ ფული უნდა გადაიხადოთ. ამ ეს 2 უნდა აგულაოთ, მოკლედ რა, რო იცით. მაგრამ სპონსორი საინტერესოდ იხდის ფულს, ნახე. მაგაშია საქმე. ხო. აი პარიზში რომ რაღაც ქართული რაღაცის წარმოებულ პროდუქტს მიირთმევ. არ არის საინტერესო? როგორ არა ბატონო? კი. ხო, კაი რეკლამა იქნებოდა. ძალიან კარგი. ძალიან კარგი. საინტერესოა რომ იქ ჩვენი ოპერატორის მოყვებათ, ხო და ნუ გიგა ადამიანია, ხო. კი. გიგა. მოყვეთ რაღაც ისტორია. ერთი ძალიან საინტერესო ამბავი. ჩქარა. მიდი. ნუ ერთ-ერთ მოლში ვართ წასულები. დიდი მოლია, გადაღება გვინდოდა, მაგრამ უფლება არ მოგცეს რომ გადაგვეღო და ნუ გიგა კამერით დგას. და ჩვენ ვართ შესული რაღაც სამკაულების, პირსინგების, საყურებს, რაღაცებს ვათვალიერებთ. თამუნამ გადაწყვიტა რომ სამკაულები როგორც ყველა როცა მივდივარ სხვადასხვა ქვეყნებში, თამუნას ჩამოაქვს სამკაულები. ნუ ეს უყვარს. და მე შევყევი ვარჩევთ ერთად და დავინახე რომ გიგასთან მისულია 2 ფერადკანიანი. მაღალი, 2 მაღალი დიდი ტიპი რა. და ელაპარაკება რაღაცაზე ლაპარაკობენ, მაგრამ ყურადღება არ მივაქციეთ. ნუ ეს ჯობია თუ ეს თამარი მეკითხება. მე მგონი ეს ჯობია. მე მგონი ეს მოკლედ. მაგრამ ეს გაგრძელდა, ეს ძალიან გაგრძელდა ეს ამბავი. და უცებ გვესმის, გიგას ხმა გვესმის. ცოტა აღელვებული ხო გვესმის. ხო. This is Shabati show production. ოღონდ არა. ოღონდ სანამ Shabati show. No, this is this is Shabati show's production. Actually Shabati show's woman. This is no. ხოდა და მივაწოდე თამაშს და მივედა გიგა მეთქი ვის რას უხსნი? რა შეაინტერესებს ამათ Shabati show თამუნა ლეკვეიშვილი, თათია სულვაშვილი, რა ხდება? და თურმე რა ხდება და რაზე ელაპარაკება გიგა რა? ეს 2 ათლეტური აღნაგობის ფერადკანიანი ყმაწვილი მიადგა და თურმე უნდათ ჩემი და თამუნას ეროტიულ ფილმში გადახდა. მოეწონა ეს 2 ხანი მოეწონა. შენთან არიანო, ჯერ ესე დაიწყეს თურმე. ეს ყველაფერი გიგას უნდა გადაიღო, იმიტომ რომ გიგა კამერიგა. მაგრამ შენი კამერი გადაიღო. ეს 2 იყო ეს ფილმი უნდა ყოფილიყო უხმო. უსიტყვო. არ არიანო მაგნიერებიო. ესენი Shabati show-ს შორის დებულები. კაი. ისე სხვათა შორის YouTube-ზე ნახვები ექნებოდა. როგორ დათახდნენ არ ვიცი. მოგითხარით გვიჭირს მეთქი, რატო არ გესმის? ეს შორის ეს ამბავი მოვყევით ვანოს და ბიჭებს, ანუ ჩატში ქონდა ზარი, ვიდეო ზარი და ვანომ გითხრა უნდა დათანხმებოდით ძალიან გვიჭირს. რატო უთხარით ხალებო ვარი? ხომ ხედავთ როგორ
კარგი. ეხლა გოგოები ცოტა ხანი უნდა დაგასვენოთ. ვასოს ზოგადად მომზადებული კაცი არის ვასო. ძალიან მოწესრიგებული ყველაფერში, ხო იცით ეხლა მაისი ამბები და თავისი საინტერესო რამდენიმე ამბავი აქვს, რომელიც მითხარი? რომელიც დაიწყე, როგორც გინდათ, იმით დაიწყე. კარგი, მოდი ესე დავიწყებ, რომ ნუ თემატურად რახან ებმევა ბატონო ვანო, ესეთი თემა, ნუ ერთ-ერთ ასე ვთქვათ გასტროლზე ვართ წასული, რაღაც ვიღებთ უკრაინაში ვართ. სანამ ომი დაიწყებოდა, მანამდე ვამბობ ამას. გუნდი ვარ წასული, რაღაც გადაღება გვაქვს და გოგოებიც იყვნენ, თამუნაც იყო იქ რაღაცა და ხო იცი მე გავიშალეთ ასე ვთქვათ რა, ცოტა დავლიეთ ცოტა. ბეჯო საქმე. დავიშალეთ გოგოებს სამეცად და რა ვაკეთოთ და მოდი წავიდეთ ახლა უკრაინაში სტრიპტიზ კლუბში წავიდეთ რა, რო სტრიპტიზ კლუბში რა ვაკეთოთ. მე ვარ წავიყვანეთ მაგას არ გაპატიო. აუცილებლად წაგიყვანთ. ამას გამოვასწორებთ, აუცილებლად წავიყვანთ. $100 დავახურდავეთ და $100, ანუ აი ამდენი გრიმნა გამოვიდა რა, აი ესეთ რა, ანუ ჯიბეშო ჩავი რომ მივდივართ, იყირება უკან, მაგრამ აღარ იღებ რა, იცი რომ არ ეს არის რა, არა. ბევრია რა. შევედით ახლა აქ სტრიპტიზ კლუბში რაღაც დასვამები ვართ რა და რაღაც ნუ გოგოები ცეკვავენ რაღაც ვარაკაია რაღაც და მე და ჩემი თანამშრომელი. ხო. მე და ჩემი თანამშრომელი ვარ. ანუ ხალები გამოვიდნენ, ანუ ცეკვავენ არ ვიცი რაღაცა, ჟირაფები. ისერს იქნებენ და ჩვენ ამ არახს დავარტყავ და ქართველი გრუზინები ვართ რა და ჩამოივლიან ერთ-ერთ ბოძები გამოიარა ერთმა გადავიდა იქით ანუ დადიან და ნუ ეხლა იქ მოსული ვარიანტია რომ ნუ მოვას რომ შენ წინ რო იცეკოს მაგალითად ამოიღებ რა რაღაც ჯიბეში რა პიკინში ან ბუზღალტაში ჩაუცურებ რა და ცეკვავს ეხლა ეს გოგო რაღაცა და ეს თქვენ ფული გააქვთ ამ ფული გვაქვს კაცო გრივნები გვაქვს ასე ჯიბეში და მოვიდა ეხლა ეს გოგო ცეკვავს რაღაცა იქნევს აუ აღარ აი უნდა აი როგორ აი არ ვიცი მე არა ვარ სექსუალური მაგრამ ის აი ყველაფერს აკეთებს ხვდები რომ აი ეს ჯიბეს უყურებს რა რომ ეს ფული უნდა გადმოვიდეს ამის ბიკინში ჩვენი ფულები რაც არის გაისო მოსამიო გაისო უნდა ჩაუდოს ეხა ჯიბეში და ეს გოგო გაიწევა უკან ანუ ეს აიღებს კიდე რომ უნდა ჩაუდო ჯიბეში კიდე გაიწევა უკან ხო რა არ მოწონს ეხა ამას ვერ გავიგე და ანუ ჯიბეში უდევდა ვანო 10 გრივნიანს 10 გრივნა არის ჩვენ ფულზე 80 ცენტი არ უნდა ხანტარო როგორ გამოგამებული შედავს იქიდან რა და ჩვენ რა ვიცით რამდენია იმაში რა ქაღალდის ფული მოყვა და უკან იწევა რა მოიწევა გაიწევა რამდენი უნდა ჩაგედო რომ ერთი 10 ლარზე ასულიყო ბევრი ალბათ ნახევარი ჯიბე უნდა ჩაგედო რა კაი გადავედით შემდეგზე ვასო კაი შემდეგზე გავაგზავნოთ იგივე თემა ანუ 90-იანების ასე ვთქვათ 90-იანები ყველა გამოვლინდი გვაქვს 90-იანი წლები ყველა ეხა იქიდან მოვდივარ სტუდენტობა რაღაცა და შევიკრიბეთ ეხა ჩვენი სამეგობრო რა სტუდენტები და кейფია ეხა დავთვერით რაღაცა და ესეთი თამაში მოვიდა. ეხლა შეიკრიბეთ. ეხლა შევიკრიბეთ. ეხლა უკვე ვიხსენებთ ძველ ამბებს რა. პირველი სექსი რო ქონდაო, მოდი აი მაგას გაუმარჯოს ერთი ამბობს მეთქი რა შოში პირველი სექსი. ო რა ახლა თვალია კაი მეთი გაუმარჯოს. მოდი ეხლა ვისაც სად ქონიაო, უცნაურ ადგილზეო რა, აი მაგალითად რა. ანუ ყველაზე უცნაურ ადგილზე სად ქონიათ სექსი რა, ხო ან პოზას კი არ ყვება, ანუ უცნაურ ადგილს ყვება რა, პროცესს არ ყვება. მე მაგალითად ეხა ნუ მანქანაში და ეხა ტყეში და რაღაც სახურავზე ლივჩი არაფერი არაა შენი. ერთმა თქვა რომ მე მატარებელშიო მაგალითად მატარებლის ტუალეტშიო შევედითო რაღაც მივდიო არც ეგ არ არის. ერთი არის ჩუმად. და 90-იანებში მამამისიც და ესეც იყვნენ მემანქანეები, მეტროს მემანქანეები იყვნენ. ხო. ხო და მე მეტროშიო ესე თქვა. პაუზა მეტროში? რომელ მეტროში? მეთქი საქართველოს მეტრო გვირაბში თუ საათ რანაირად. მატარებელში ამოს. მოიწყა ბიჭო, მატარებელში 90-იანებში აი ესე ქონა სახეები მიჭყლეტილი ერთმანეთზე იმდენი ხალხი ვიჯექიდა. იქ მეთქი რანაირად. არა მე ხო მემანქანე იყავი. მოიცა. მემანქანე იყავი, ანუ შიგნით შენ რომ მანქანა, ანუ შენ რომ მატარებელი მიყავდა, იქ პატარა ის კარები რო, პატარა კარები რო, ხო იცი, იქ დიდი სარკე რო კიდე, ხო იცი, იქ გაუიღე და იქ შეიყვანე. კი, აქ მიყავ. მე ბიჭო მეთქი რანაირადო ერთი
ეხლა მარჯანიშვილი და რუსთავეზე უნდება მატარებელი მაქსიმუმ 2 წუთი, ხო? რა მოაწარიმეთ? არა. გავაჩერე. ანუ მეგონებო, ჩვენ 90-იანში გვირაბში რომ ვიჭედებოდი და გენი წავიდა და რაღაც არა, ჟიმაობა ხომ მაგნო. ვაგი გააჩერა და ვითომ დაზიანება. ვითომ დაზიანება. არა მაგარია. წარმოიდგინე რამდენი მატარებელი გაჩერდა. თელი ხაზი რო ჩერდა. და იმის მერე ხო გეუბნები ეს ისტორია რო არის, როცა მეტროში ვარ და მატარებელი გვირაბში გაჩერდება, всё, მგონია რომ მე მანქანა ჟიმაობს რა. აი ინსტინქტურად ეგრე არის რა. მოიგო, ხო, გეპიკრე. და პირველ გრან-პრი არის. გრან-პრი არის. ხომ რახან მატარებელზე დავამთავრეთ, ანუ საუბარი მეტროს მატარებელზე, მე ესე თემატურად ამაქვს. გადავედით უკვე დიდ მატარებლებზე. ანუ ცეკვავდი როგორც იცით ყველა ბავშვობაში და 90-იანებიდან მივდივართ, ან ის არ ვწდები ამ 90-იანებს. ანუ ვლადიკავკაზიდან მივდივართ მოსკოვში მატარებლით. 90-იანებში, ანუ აქედან ამეტლის ახლა. მაშინ ვარ ესეთი 14-15-ის ესე რა. 15-16-ის. ახალი აჩუჩუნებული რო გაქვს რა, ეს პერიოდია რა. ყველაფერი კი არ უნდა თქვა. ხო, ეგრეა ეხლა რა, ყველა ყოფილვართ მაგას აკისხოთ. თან რუსეთში მივდივართ, ხო ისი ხა გონია რომ ატარა ჟვინკლიანი ბავშვები ვარ და წავედი და ნუ იცი რომ რა ქვია, ანსამბლს ყავს მუსიკოსები, ხო? მედოლე და აკორდეონი, გარმონი ასე ვთქვათ რა. ოღონდ ეს მედოლე ვინც არის ჩვენი არის როგორი ტიპი იცი? აი ჯიჯი რა. დოლი მაგრა იცის, მაგრამ უსიმპათიო ტიპი. აი როგორ გითხეთ, ერთი დიდი წარბი რო აქვს, ხო იცი ესე? აი ჯიგარი, ჯიგრულია, ესე დაბანჯგული ტიპია რა, თვალებს რო იპარსა, ხო დაგაცოთნებია. ხო და აშკარად არანერი შანსი არ აქვს იქ რუსეთში რამე რო გამოვიდეს რა. ხო და აი პრავადნიცა დადის, ხო იცი? ჩაი ბორდგამცილებელი, ხო პრავადნიცას როგორც ეძახიან. ჩამოიარა ამ ბორდგამცილებელი, მე ერთხელ გამოიარა ბორდგამცილებელი და ამას უჟუჟუნებს თვალებს. ამას ბიჭო ამ ერთი წარბი როა. ჩვენ ბიჭო ხა ბიჭები ვარ ბიჭობაში ხო იცი რაღაც ვეპრანჭებით ამას ხო იცი რაღაც და არა ჩვენზე რეაქცია არ აქვს საერთოდ არ გვაქცევს ყურადღება საერთოდ. ნუ ჩავიფიქრე და ეთყობა ძალიან პატარები მოვეჩვენე თან რაღაცა და ეს უფრო მოწონს მეთქი. აბა რატომ უნდა მოგეწონოს? ვეხვდები პროსტა ეს წარბი. ოღონდ ჯაჯეჯგვი არის რა. დაიკარგა ეხა ეს ტიპი რა, ანუ ხო იცი ხა უნდა ია რომ 2 დღე. არ ვერ ანუ გვაინტერესებს სად არის? არა, ანუ კუპეში არ არის. ნუ ვიფიქრეთ რომ მეთქი უეჭველი ეხა ამ ქალთან ეხა წავიდა რა, ეხა უეჭველი რაღაცა და ხო ველოდებით რომ როდის მოვა და როდის რაღაც იტყვის რაღაცას რომ რა ქნა ამ ერთარბიანმა ხო? გავიდა დრო არ არის მეთქი სად და მატარებელი ანუ გაჩერდა რა მატარებელი რა, მატარებელი გაჩერდა. ოღონდ გაჩერდა სად ანუ იცი? ქალაქი კი არ არის. რაღაცა ხრიოკში გავჩერდით რა, არ ვიცი. არც ხიდი ჩანს, არაფერი არ ჩანს. ვაფშე აი ვიყურები და აი სადღაც არაფერი, ხე არ არის, არაფერი არ არის. დავიწყეთ ზებნა ეხა, მაინც ამას ვეძებთ რა, გავიარეთ ერთი ვაგონი არ არის, მეორე ვაგონი გავიარეთ, არ არის. უკვე ნერვიულობთ რა მეთქი რაღაც. თან ეს მატარებელი ძალიან ცუდად გაჩერდა მეთქი, რა ვიცი მაგ. კიდე ეს ბოლოს გავწდით და გავაღეთ ეს ხო იცი მატარებელი შორის ეხა კარებები რო ერთი კარები გავყოთ, მეორე კარები გავყოთ და ეს ხალი დგას. ეს ბორდგამცილე. ეწევა და ოღონდ ეწევა და გავიხედე და ეს ჩვენი მედოლე მარტო ფეხები ჩანს რა. სადღაც არის ჭერში შესული რა. აი ჭერები ეხდება ის. ჭერები ხო იცი მარტო ის. ბიჭო უყურებ რა გინდა მან ვაცადე რა. მარტო ეს ოღონდ არის უცი ვარ ნუ აი გაოფლილი არის რა. აი გაოფლილი და ამ ჭერში ჭერიდან რაღაცას ჩამოაგდებს ესე, ჩამოიღებს. ამ ქალს ესეთი ჩამოწეული აქვს, ესე რო იწევა მატარების შუშები, იქით გადააგდებენ, ეს კიდე შეძრება შიგნით, გამოიგებს, გადააგდებს. რაღაცა ესეთი ბოთლები რა, პლასმასის ბოთლები. ყრიან რა, ოღონდ რო გადავიხეთ, სავსე კაცო, ძლივ ჩამოაქვს ამას, იქიდან გაოფლილია, წარმოიდგინე. ძიმია. და რო გადავიხედი ამ მატარებლიდან, ხო, გორა დგას რა, ბოთლებს რა. ეს სვამი ჩამოზიდულია, ხვდები? სვამი ჩამოზიდულია აქედან. და რა იყო? კონტრაბანდული სპირტი. კონტრაბანდული სპირტი გადაქონდა. და მაგიტომ არჩია ეს ერთწარბიანი დიდი ჯეჯგვი, რომ ამკის ეს ჩამოვა და ეხა რა. არაფერს თავი იმას აღარ ქონდა, ისე გააძო სიქამა რაიმეები, რომ
შანსი 1% აღარ ქონდა რა მაგის. კონტრაბანდულ პირში ამუშავა კი პატივით საიმ ქალმა ეწოდა. იმდე ხარ რაკარგული ისევა იქნებოდა. რაღაცა ისევა იქნებოდა. აი, გადავედი. ერთი ისტორია მახსენდება კიდე ვეტერინარი ვარ მე პროფესიით ასეთო მოგეხსენებათ, ხო და ანუ დავამთავრეთ ესე იგი უნივერსიტეტიდან, ანუ ყველა ხო იცი, ყველა ზოგმა კლინიკა გახსნა, ზოგმა რაღაცა, ჩემმა მეგობრმა გახსნა ვეტაპტიაკი. ვეტაპტიაკი გახსნა დიდუბეში ოკრიბას რო ეძახიან, ახლა იქ ანუ ყველა სოფელში მიდის და რაღაც წამწამლები მიაქვს. მე სულ არ ხოლმე მან. ხო და ჩამოივიყი რაღაცა ფული ჩადო ბანკიდან გამოვიდა და წამლები იყიდა რა, ზოგი რაღაც და მეც ხა იქავა რაღაცას ვეხმარები რაღაცა. შემოვიდა ერთი ქალი გამარჯობა, ახალი გახსნები, ახალი გახსნები. თავის წამალი თუ გაქვთ ეუნება, რომ სოფელში მომხნელები ყავსო და მინდა რომ კი კაცო, გერმანული გვაქვს ეს ეუნება. ნაღდი გერმანული თავის წამალი გვაქვს. მათ ჩვენე თუ შეიძლება მიაწოდა, ხალხმა დახედა ვავართა გერმანული სოფლო. კარგია. და რამდენს ყოფნის ეს? ეს არის უმაგრესი წამალიო რა. ამის დაყრა, სადაც დაყრითო, თაგვი როგორც კი მივაო, შეჭამს თუ არა ქალბატონო, 5 წამში იქვე მოკვდება ესე უნდა. ხა ეს პატარა პაუზა არის. იცით რა არის მე ჭერში მყავს თაგვები და რო შეჭამენ და იქვე რომ მოკვდნენ, მე ჭერიდან რანაირად გამოვა. ერთი წუთი ქალბატონო ჩავხედავ ანოტაციას. არა, ჭამენ, გადიან. გადიან, ეზოში გადიან და იქ კვდებიან. ეზოს გარეთ კვდებიან. აი თან არ წავის. რო გაეყიდა ის რომ ეზოს გარეთ გადიან, ეზოს გარეთ. პატარა ბარები მიაქვთ ჯერ თხრიან და იყრიან მიწას. იმან ხავენ და. ხო, ეგეთი ისტორიაც იყო. ხო, კიდე ერთი საბავშვო და ერთი ისტორია არის, ეს ჩემს საყვარელი ისტორიაა. სეგმენტ პროდიუსერები ხარ, ვიცით ხო, როგორ აი ჩვენი სეგმენტ პროდიუსერიც არის. რა შევიდეთ როგორ ახათ, ხო ხათ კარგად? ანუ დაყენებული ლაპარაკები აქვს რა. ანუ გადაცემების სეგმენტ პროდიუსერი აბარია მაგალითად ადამიანების რაღაც კონკრეტული ბლოკი შეიძლება ხო ან სტუმარს უნდა დახვდეს და შემოაცილოს ან დარეკვა ან მაყურებელი როგორც ანუ სეგმენტ პროდიუსერი როგორ ძალიან ბიჭო როგორ ახათ რა შევიდეთ როგორ ახათ ჩემს საყვარელი ხო ხათ კარგად ეგეთი ეს არის რუსთავიორში არის ოღონდ ეს არის წარმოშობით არის სვანი სვანური გვარი აქვს რა და სასადილოში ვხედავთ რუსთავიორის სასადილოში და გემახსოვრეთ ალბათ ის სიუჟეტი რომ უცხოელი ჩამოვიდა სვანეთში და შიშველმა გადაიღო ფოტო სვანური ქუდი ქონდა ხო მიფარებული ქონდა სვანური ქუდი ეგ რა და ეგ სიუჟეტი გადის ჩვენ ამ დროს ვჭამთ რა ეს გოგოც აქ არის ეს გოგოც აქ არის ველაპარაკია ოღონდ ეს თავზე არის ტელევიზორ და აი ისე რომ ისმის ხო ჩართული არის მაგრამ გესმის მაგრამ არ აქცევ ყურადღებას რა სვანი ეს გოგო არ დაგავიწყო ოღონდ ლაპარაკობს ისე ხო და რაღაცა დღეს მეგონი ბევრი ხალხი მოვა და ცოტა რაღაც ისე მოვა და რაღაცა შეხედა რომ ამ ფოტო არის გამოჭენებული და ამას სვანური ქუდი ესე აქ არის და ვიჭო ეს სანფირუსულა ჩაშოჩი სვანი გახდა ვანოჩი იმინა მოაკლ ბოთი მოკუდა და დადო სიცხლში შემოგბოხლომ საერთო ისე გაგიჟდა რომ გავიდა ალბათ მოკლა ის არ ვიცი ალბათ არ ვიცი ხო მოკლედ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ რომ მოხვედით და კიდევ ერთხელ დავაანონსოთ რომ გავაკეთეთ ახალი არხი რომელსაც დავარქვით ჩვენი არხი ეს არის მარტიზე 45 ნომერზე ასევე იქნება სირკლეზე ძალიან მალე და ნუ რა ვიცი წარმატებები ჩვენ აქვს და წარმატებების სპონსორებს გელოდებით ფიფასო მეგობრებო მოდი ჩვენთან არ გაწყენინებთ არ დარჩებით უკმაყოფილ თქვენ თავარია მოხვიდეთ კი ბატონო სანამ დაგემშვიდობებით თამუნა დაგემშვიდობოთ და მე გადახვალ დასაკრავად თუ ჯერ დაგემშვიდობოთ აქედან და მე ისინი დაუკრავენ მოდი დავკრავთ თამუნას გარეშე როგორ უკრავენ მაინტერესებს აბა ესე ჯობია კარგი ძალიან დიდი მადლობა მომბრძანებისთვის ჩვენი სტუმრები იყო ფაქაძე თამუნა ლეგეში და თათია სულუაშვილი უღლესი მადლობა გადაცემის წარმოდგენია PSP
გადაცემის სპონსორია ბაზარი. ქალაქი ქალაქში. სივრცე გართობისა და დასვენებისთვის.